კიდევ ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ ინფორმაციას დააკავეს თუ არა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელები, რადგან საგამოძიებო უწყებამ გუშინ გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი ვაკე საბურთალოს სამმართველოში მივიდა და თქვა, რომ ის იყო ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი, თუმცა კომიკოსი ამტკიცებს, რომ ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, სამი პირი მას ჩაუსაფრდა და ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა არ ვიცით ჩვენ სხვა პირების იდენტიფიცირება მოახდინა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ან ეს ერთი პირი ახლა დაკავებულია, თავისუფალია, ვინც თავისი ფეხით, როგორც საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, მივიდა სწორედ სამმართველოში. ონისე ოქრიაშვილს გუშინ გვიან ღამით დახვდნენ საცხოვრებელ სახლთან, მას სამი პირი ელოდებოდა, როგორც ირკვევა, მთელი დღის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე და დღის ბოლოს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქ არის ერთი საინტერესო დეტალი. ეს ბინა, სადაც ონისე ოქრიაშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, მათ სახელზე რეგისტრირებული არ არის. ეს არ არის მათი იურიდიული მისამართი, არც ერთ დოკუმენტში ოფიციალურად არ არის აღნიშნული, რომ მათი ოფიციალური მისამართი არის სწორედ ეს ლოკაცია, თუმცა ამ ადამიანებმა იცოდნენ თუ სად ცხოვრობდა კომიკოსი და მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ მის გამოჩენას ფიზიკური ანგარიშწორებით მოტივით. სწორედ ამიტომ რჩება განცდა, როგორც ნაცემ აქციის მონაწილეს, ასევე მის მიუღლეს, რომ ეს თავდასხმა და ჩასაფრება არის ქართული ოცნების ხელწერა. ამას ამყარებს ისიც, რომ ადამიანები, ვინც მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ, პარალელურად იღებდნენ მასზე თავდასხმას. ხუმრობა ვთქვი და ამის რაღაცა კამპანია ამიგორა ტელეკომპანია იმედმა, რომ მე რაღაცა ხუმრობა ვთქვი და ამის გამო დამხვდნენ ვიღაცები და მცემეს. შენთვის უცნობი მოქალაქეები. ხო, არ პირველად ხვი. ესე იგი თქვენთვის უცნობი პირები იყვნენ, ვინც ფიზიკურად გაგისწორდნენ, ხო? რამოდენიმე პირი? სამი იყვნენ, მე მგონი და ერთი იღებდა თუ არ ვცდები. ვერაზე რო ბიჭები ჩაცხრილეს, ბათუმში რო ბიჭი ჩაცხრილეს, სათხართ ამ დროს დაძდევ მინალა. არცოთ სხვაგან არ მიდის, ამ მოტივით ცემეს ადამიანი ეუბნებოდნენ ამის გამო გცემთო. ცნებამ გამაშავა და მოდიან კრიმინალები და მიყვავენ. ვინ ახარებს მათ კრიმინალებს? დაისკება და როგორც პროცედურა. ნოდარ დუმბაძე ძალიან იამაყებდა ამ საცელით ალბათ, რომ ოთხმა ადამიანმა ერთ-ერთი ჩაფრობა ჩასაფრებით. არის დღეს მთელი დღე გარეთ ვიყავი ჩვეულებრივად და მაინც და მაინც შუაღამით სახლთან ჩამისართვენ და ესე გამისწერდნენ. მინდა სოლიდარობა გამოუცხადო სხვა კომიკოსებს, რომლებსაც იგივე ჩასაფრება მოუწყო ქართული ოცნების მიერ დაქირავებულმა პიტუშკებმა. მიშა მშვილდაძის შემთხვევა იყო ესეთი, რაც მახსენდება. შეიძლება ჩემი შემთხვევა ბოლო არ იყოს და კიდევ ვინმეს გაუსწორდნენ ესე. მაგრამ რაც თავარია, მე ზუსტად ვიცი, რომ ქართული კულტურა, ქართული სტენდაპი, ქართული კინო, ლიტერატურა, თეატრი და ასე შემდეგ უკომპრომისო იქნება მაინც აბრძოლაში და გავაგრძელებთ ყველაფერს იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ეს არ არის მისი იურიდიული მისამართი, არც ჩემი იურიდიული მისამართი, ეს არის ნაქირავები სახლი. იქ ეს ამბავი რომ მოხდა, იქ ერთმა კაცმა თქვა, რომ ეს ბიჭები დილიდან აქ დგანანო და როგორც შანს ელოდებოდნენ მის გამოჩენას, რომ შური ეძიებინათ აბსურდული მიზეზით. რამდენი აქტიურობდა მის წინააღმდეგ, როდესაც ეს ანუ ეს კონკრეტულად თავდასხმა სამი ადამიანის მხრიდან მოხდა და ისე ბოლო რამდენიმე დღეა მუდმივად იღებს, მუქარებს პირად შეტყობინებებში. გამისი თქვა საჩივარი შეიტანეთ თუ არა სამი მიმართეთ. ვაპირებდით და დაგვასწრეს თავდასხმა. ეს არის აბსურდი, რომ შეიძლება რაღაცა ხუმრობის გამო ადამიანს დაემუქრონ. ხო. არ ვიცი, ეს იყო მუქარები. თავდასხმამდე იყო პროსახელისუფლებო მედიებისა და ეგრეთ წოდებული ტროლბოტების მხრიდან მის მიმართ პროპაგანდისტული გზავნილები, ეგრეთ წოდებული გაშავების კამპანია და ცილის წამება, რომ თითქოს ნოდარ დუმბაძის მისამართით მან ნეგატიური შეფასება გააკეთა, თუმცა საპირისპიროს ამბობდა YouTube არხზე ონისე ოქრიაშვილი, მას ნოდარ დუმბაძე ნეგატიურ კონტექსტში არ მოუხსენიებია, თუმცა პროსახელისუფლებო არხები სწორედ ამ რაკურსით აშუქებდნენ მის გამონათქვამებს და როგორც ამბობდა, სწორედ ამ კამპანიის შემდეგ დაიწყო მის მიმართ შეურაცხმყოფელი მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა და ამის კულმინაცია იყო ჩასაფრება საცხოვრებელ სახლთან და თავდასხმა სამი პირის მხრიდან და როგორც გუშინ მას საგამოძიებო უწყების თანამშრომლებიც ეუბნებოდნენ, ეს ყველაფერი ასახული იქნებოდა სათვალთვალო კამერებზე, რომელიც ამ ქუჩაზე არის დამონტაჟებული. ასევე გეგმავდა კომიკოსი, რომ პროსახელისუფლებო არხების მიმართ ცილის წამებული კამპანია
კამპანიის გამო მათი მხრიდან რაც მიმდინარეობდა ეჩივლა მათთვის, თუმცა ეს ვეღარ მოასწრო, რადგან მას უკვე ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. რაღაცა კამპანია ამიგორა ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა წინააღმდეგობის ერთ-ერთ სახეზე და გამორჩეულ ადამიანზე, რომელმაც, რა ვიცი, უდიდესი ძალისხმევა და ენერგია ჩადო იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო უკეთესი. არის რამდენიმე დღეა ტრიალებს მართლა ამ პროპაგანდის ქარხნის მიერ, აი ყველა გადაცემაში ესე გადაცემა არ გამოუტოვებიათ, რომ ძალიან ვრცელი სიუჟეტი მასზე არ მიეძღვნათ, პროპაგანდისტული სრული დეზინფორმაცია, ტყუილი ღვარძლი, ნიაღვარი გაავრცელეს და დღეს უკვე ადამიანები ჩაუსაფრდნენ. პრინციპში ლოგიკური გაგრძელება იყო და ამას გრძნობდით კიდევაც. მარტო უნისეზე არ არის დარტყმა, ეს არის ყველა ჩვენგანზე და ეს არის ზოგადად წინააღმდეგობაზე. რეჟიმი ვერ ეგუება ვერც განსხვავებულ აზრს და რეჟიმს არ აწყობს მოაზროვნე ადამიანი ისეთი როგორც არის უნისე. იმის საბჯერა მაინც რომ ეს უბრალო მოქალაქეების თავდასხმა, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს სპეცსამსახურები როგორ მუშაობენ ამ მიმართულებით, გვინახავს მაგალითად პროპაგანდისტული მედია თავს როგორ ესმოდა აქამდე სხვებს, მაგალითად ლევან ბერძენიშვილს, ვიადრატიანს, ეს არის რაღაცა ზიზღის კამპანიის შედეგი. და თან ეს ზიზღის კამპანიის მაწარმოებლები ციხეში უშვებენ ადამიანებს, ვითომ სხვა ადამიანები შეურაცხყოფის, მაშინ როცა სცემენ სხვებს, ფიზიკურად შეურაცხყოფენ. დაიწყო ამ ხელა პროპაგანდა, რომ რაც არ უთქვამს ის დააბრალეს, მერე უნდა ეს იმიტომ გააკეთეს, რომ საბოლოო ჯამში დაებრალებინათ აღშფოთებული ადამიანებისთვის, რომ თითქოს და აღშფოთებული ადამიანები და მოსახლეობა ონისეს წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ამხედრდა. აი ამ ხელა რაღაცა ამოქმედეს და ახლა უნდა დავიჯეროთ, რომ აღშფოთებული ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ნაქირავების სახლის, ასე ვთქვათ, მისამართი და დახვდნენ სახლთან სადარბაზოში 3 ადამიანი, რომელიც გაუსწორდა ერთ ადამიანს. ეს არის ხო აბსურდი არის აბსოლუტურად. ისიზულის ენა ამ 3 ტელევიზიაში, რა ვიცი, ერთი კვირის განმავლობაში ტრიალებს და აშავებს ადამიანს, რომელიც ამბობს სიმართლეს. ეს არის ახლახან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ფაქტზე ერთი პირი არის დაკავებული, ეს ის მოქალაქეა, რომელიც თავისი ფეხით გამოცხადდა ვაკეს საბურთალოს სამმართველოში და თქვა, რომ მან იძალა ონისე ოქრიაშვილზე, თუმცა კომიკოსი ამტკიცებს, რომ თავდასხმა იყო ჯგუფური, მას 3 ადამიანი დახვდა საცხოვრებელ სახლთან და მას იძალადეს და მოხდა თუ არა სხვა პირების იდენტიფიცირება იმ ორ პირთან დაკავშირებით გავიდნენ თუ არა გამომძიებლები კვალზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ასევე უცნობია ჯერჯერობით წუხელ ღამითვე ამოიღეს თუ არა სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რომელიც ამ ქუჩაზე არის დამონტაჟებული და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ოქრიაშვილს ეუბნებოდნენ, ამოიღებდნენ ამ კადრებს, როდის მოხდება სხვა პირების იდენტიფიცირება, ან რა ჩვენება მისცა ძალადობის მუხლით დაკავებულმა მოქალაქემ ჯერჯერობით უცნობია.